1 ლარი და 70 თეთრი ეს არის თანხა, რომელსაც მერია დღის განმავლობაში ერთი სოციალურად დაუცველი ადამიანის კვებაზე დახარჯავს. Ამ თანხას იხდიდა მერია ჯერ კიდევ 2023 წელს. ახლა კი ინფლაციისა და უკიდურესად გაძვირებული პროდუქტის მიუხედავად, დედაქალაქის მერი თვლის, რომ ეს თანხა ისევ საკმარისია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფების საკვები რაციონისთვის. თბილისის მასშტაბით 45,000-ზე მეტი ადამიანი უკიდურესი სიღარიბის გამო სახელმწიფოს შემწეობის იმედად არის დარჩენილი. მათი უმეტესობა მცირეწლოვანი ბავშვია. 3,142,000 ლარად გამოკვება 2023 წელს და 2025 წელსაც იგივე თანხით აპირებს რომ გამოკვებოს. ანუ ფიზიკურად ვერანაირად ვერ მოხდება ისე რომ 2023 წელს რა თანხაც გადაიხადეს მაგალითად წიწიბურაში, ბრინჯში და ასე შემდეგ ზეთში, იგივე თანხით შეძლო 2025 წელს ამ პროდუქტების შეძენა. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გაუარესდეს ხარისხი, ეს ნიშნავს იმას, რომ ბენეფიციარი ვერ მიიღებს იმ საკვებს, რა საკვებიც უნდა მიიღოს, უნდა შემცირდეს ულუფა. თბილისის სხვადასხვა რაიონის უფასო სასადილოების ტენდერებს უკვე 10 წელზე მეტია 4 კომპანია უკონკურენტო გარემოში იგებს. ისინი დედაქალაქის მასშტაბით არსებულ 63 სასადილოს მომარაგებას ინაწილებენ და თბილისის მერიას ერთსა და იმავე უცვლელი თანხის სანაცვლოდ თავაზობენ მომსახურებას. ეს არის კარტელური გარიგება, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის რაიონის 10 გამგეობა გადანაწილებული აქვს 4 კომპანიას და 2019 წლის მერე ეს 4 კომპანია იგებს ტენდერებს. გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენცია არ არსებობს, ეს 4 კომპანია შემოთავაზებულ, ანუ მერიის მიერ შემოთავაზებულ თანხას არ აკლებენ. ანუ ამ ადამიანებმა, ამ კომპანიებმა დარწმუნებით იციან, რომ მათ კონკურენტი არ ეყოლებათ, რადგან წინასწარ არიან შეთანხმებულნი და შესაბამისად თანხასაც არ აკლებენ. სახელმწიფოს მიერ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის გამოყოფილი დახმარებები და მათთვის შეთავაზებული საკვები რაციონი რომ მწირი და მიზერულია, ამაზე უკვე წლებია საუბრობენ მერის ოპონენტები. სტრატეგია აღმაშენებული სოციალურმა სამსახურმა ჯერ კიდევ 2017 წელს ჩაატარა კვლევა და გამოვლენილი დარღვევებისა და კორუფციული გარიგებების შესახებ საგამოძიებო სამსახურს აცნობა. გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. ადამიანებს უკიდურესად უჭირთ და იძულებულები არიან უფასო სასადილოში აღებული ლარი და 70 თეთრად მომზადებული საკვები მაინც მიიღონ და წაიღონ სახლში. ეს თანხა, რა თქმა უნდა, სრულებით არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანის თუნდაც ერთჯერადი კვება იყოს მომზადებული, მაგრამ ამ მიმართულებით თბილისის მერია და ზოგადად საქართველოს ხელისუფლება არანაირად არ ფიქრობს, როდესაც ადამიანების თავის გადასარჩენად უფასო სასადილოებს სტუმრობენ და იქიდან ლარი და 70 თეთრად გამზადებული ულუფა მიაქვთ სახლში, ცოტა არ იყოს და ძალიან ტრაგიკული და ძალიან ამორალურიც კი არის ჩემი აზრით. ხელისუფლება ინფლაციას ვერ ამჩნევს სოციალურად დაუცველებისთვის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, თუმცა საკუთარი მოხელეების ხელფასის განსაზღვრისას ამ ფაქტს აუცილებელ პირობად ითვალისწინებს. ასე გაიზარდა მინისტრებისა და დეპუტატების ხელფასები, რომელმაც ჯამში 10,000 ლარს გადააჭარბა. მაშინ, როდესაც ქართული ოცნების არალეგიტიმურმა დეპუტატებმა პარლამენტში პრაქტიკულად 2.5-ჯერ გაიზარდეს საკუთარი ხელფასები, ამ დროს კახიკალაძე და თბილისის მერია ამ გაძვირებული ცხოვრების და ფასების ფონზე აპირებს, რომ კვლავ ლარი და 70-ით გამოკვებოს უფასო სასადილოების 10,000-ობით ბენეფიციარი, რაც არის ამ ადამიანების დაცინვა უბრალოდ და სხვა არაფერი. ეს ნიშნავს იმას, რომ კვების ხარისხი კიდევ უფრო მეტად გაუარესდება და ისინი ისედაც ძალიან მცირე ულუფას იღებდნენ ყოველდღიურად და ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას არაფერი არ აინტერესებს საკუთარი კეთილდღეობის ფუფუნების გარდა, მათ არ აინტერესებთ ხალხი, არ აინტერესებთ ის მოსიმშილე ბავშვები, მოსიმშილე ადამიანები, რომელიც სამწუხაროდ ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ყავს. წლიდან წლამდე იზრდება სოციალური შემწეობის მიიმღებთა და სახელმწიფოსგან დახმარების მოვლოდინეთა რაოდენობა. უკვე წლებია მოსახლეობა სიღარიბეს, უმუშევრობასა და შიმშილს ებრძვის. შიმშილობენ ბავშვებიც. ოჯახის წევრების გადასარჩენად საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი უკვე გაიქცა ქვეყნიდან, ნაწილი კი წასვლას ცდილობს. კრიზისი გარდაუვალი არის თუ ქართულმა ოცნებამ უკან არ დაიხია, რაც შეიძლება მალე, რაც მალე დაიხევს უკან და შეასრულებს ხალხის ცნებას, მით ნაკლები დანაკარგით გამოვალთ ამ კრიზისიდან, თორე კრიზისი უკვე გვაქვს და ეკონომიკური კრიზისიც უახლოეს მომავალში იქნება სამწუხაროდ და ეს ყველა ჯგუფზე აისახება განსაკუთრებით გაჭირვებულებს.
უნდა ველოდოთ, რომ ხალხის ცხოვრების დონე ქვეყანაში გამოსწორების ნაცვლად კიდევ უფრო დამძიმდება. რის ერთადერთ მიზეზადაც ოლიგარქ ივანიშვილის მმართველობას სახელდება, რომელსაც სურს ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს დააშოროს და ერთადერთ მეგობრად რუსეთი დაიტოვოს.